დღეს მე მინდა ჩემი გამოსვლა დღევანდელი იყოს მიძღვნილი იმ საკითხს, რომელიც გვეხება ყველას. ჩვენ ყველას ყავს ვიღაცა, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში, დიასპორის ნაწილი. საქართველოდან წასული არის მილიონზე მეტი და დღეს უკვე ალბათ უფრო 1,5 მილიონზე ავიდა ეს ციფრი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არიან ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად რესურსი ამ ქვეყნის ყველა მხრივ და ყველა ვიცით თუ რამდენად ტრანსფერებიდან ხორციელდება ის ფულის რიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც დღეს როგორც ჩანს ძალიან უჭირს. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის, რომელიც წასული არის ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა, ან ამ ადამიანებს ამისცემდა იმ სურვილს, რომ წასულიყვნენ და სხვა გზას დაინახავდნენ ქვეყანაში. ამიტომ არსებობს ვალდებულება სახელმწიფოს მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგან მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორც ჩვენსაც, არ გააჩნიათ თუ არა ეს დიასპორა. თუ გვინდა მაგალითები, გადავხედოთ, როგორ ეპყრობიან სხვა პატარა ქვეყნები, მაგალითად ისრაელი, თავიანთ მოქალაქეებს საზღვრების მიღმა ვინც ცხოვრობს. ეს ყველაზე უყურებს ამ მოქალაქეებს, როგორც მათ საგამზურს, რომელსაც უფრთხილდებიან, ცდილობენ რომ დააბრუნონ და ყველანაირად ხელს უწყობენ. ჩვენთან სულ სხვანაირად არის. არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევქმნათ რამე ახალი პირობები, რომ სურვილი გაუჩინოთ, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში და პირიქით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იგრძნონ, რომ რაღაცა დიდი გახეთქილება არის მათ და ჩვენ შორის. ჩემი პასუხისმგებლად ვგრძნობ ამ საკითხს, ერთ იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს დიდი ხნის მერე გააჩინა საშუალება ყველასთვის, ყველა ჩვენ მოქალაქეებისთვის, რომ ორვაგი მოქალაქეობა მიიღოთ და შეინარჩუნებინა საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. არ უნდა იყოს ადამიანი იძულებული, რომ არჩევანი გააკეთოს ან იმ ქვეყნის მოქალაქეობა, სადაც ეწყობა და სადაც მისი კარიერა, ცხოვრება არის დღევანდელ დღეს და თავისი სამშობლოს შორის ეს არჩევანი შენ არ უნდა დაუყენო მას წინ. და მე იმის მერე, რაც ვიყავი ამ კანონის სათავეში, იმის მერე პრაქტიკულად 6 წელი, სანამ ვიყავი მე პრეზიდენტის მანდატით უშუალოდ, არ გამიჩერებია ბრძოლა და ნამდვილი ბრძოლა იყო იუსტიციის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან იმისთვის, რომ გამარტივებული ყოფილიყო ეს მეორე ორმაგი მოქალაქეების მიღება და დაბრუნება საქართველოს მოქალაქეობის. იმის მაგივრად, რომ ეს ჩვენ გაგვემარტივებინა, ძალიან გავართულეთ ყველანაირად, ტესტირება არის ყველა გეტყვით ძალიან რთული, თანხები, რომელსაც ვთხოვთ ჩვენ მოქალაქეებს, მით უმეტეს, როცა ოჯახს ეხება ეს არის საკმაოდ დიდი თანხები და ამ ყველაფრით ჩვენ იმის მაგივრად რომ უთხრათ, რომ მოდით იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით, რომ არა, შენ იქ იყავი, რომ შენ ფული გამოაგზავნე საქართველოში. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-5 მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს არის ვალდებულება კონსტიტუციით მოცემული და როგორ იქცევა ეს რეჟიმი, ვითონს არ უნდოდეს, რომ საქართველო იყოს უფრო ძლიერი, რომ ის დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში არის რეალურად ჩვენი ნამდვილი წარმომადგენელი და არა ეს ვიღაც ელჩები, რომელიც დღეს მონათ არიან ქცეული. ესნე არიან, ვინც დღეს აცოცხლებენ საქართველოს კულტურას გარეთ, საქართველოს ეკონომიკას
რეალური ინვესტიცია თუ რამე შემოდის და არა მოჩვენებითი, ესეც არის იმათი დამსახურება. და ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი აცხადებს ამ ესოდენ სიამაყით, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, არის კიდევ უფრო გამოგონარი და გამოუგნებელი. რამდენადაც ეს არაფერთან არ მიდის და ამ შემთხვევაში მე არავის არ ვიცავს, სულ არ მაინტერესებს ის ადამიანები, ის მილიონი ვინც უცხოეთში არის, რომელ მხარეს არის, თუ ვინმე არის ამათ მხარეს არ ვიცი, მაგრამ ის არ მაინტერესებს, ვის მისცემდნენ ხმას. აქ ლაპარაკი არის მათი უფლება, რომ იყვნენ სრულყოფილი მოქალაქე ამ ქვეყნის. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა კონდეს, რომ შენ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ის აქტი, რითაც შენ დგები როგორც ქვეყნის მოქალაქე. და ის რაც გაკეთდა ბოლო არჩევნებზე, დისკრიმინაცია, რომელზედაც დღეს ვჭობს ალბათ სტრასბურგის სასამართლო და რომ საჭირო არის რომ უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე. დისკრიმინაცია ჩვენ უცხოეთში მყოფ მოქალაქეების მიმართ არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების ჩვენ ქვეყანაში. ვიცით და ნახავთ ჩემი TikTok სერიას, რომელიც არ დამთავრებულა, მხოლოდ იწყება, სადაც გაჩვენებთ ყველა დარღვეულ მუხლებს ჩვენი კონსტიტუციის, არა ერთი, არა ორი, არა სამი, არამედ თითქმის ყველა მუხლი ჩვენი კონსტიტუციის უკვე არის ფეხქვეშ გათვლილი. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ დღეს მე გული მტკივა იმ ქართველებისთვის, რომელიც ამ ქვეყნისთვის იღწვიან იქ, სადაც არიან, რომელსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ, მაგრამ დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, რომ თქვენ არ ახართ ჩვენი შვილები.